როგორ ავიღე ინგლისის ვიზა? გიზიარებთ ჩემს პირად გამოცდილებას. პირველ რიგში აღნიშნავ, რომ მე მქონდა 6 თვიანი ტურისტული ვიზა, თუმცა გამგზავრების მიზანი ტურიზმი არ ყოფილა. მივდიოდი მოკლევადიან სასწავლო პროგრამაზე 1 თვით. ამის დასადასტურებლად მქონდა სასწავლო პროგრამაზე ჩარიცხვის წერილი, დაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტი, სამსახურის ცნობა, რომ ნებას მრთავდნენ 1 თვით სწავლის მიზნით წავსულიყავი. აპლიკაცია შევავსე დამოუკიდებლად. საკმაოდ ვრცელია, ისევე როგორც ამერიკის ვიზის აპლიკაცია და ძალიან დიდი ყურადღება ექცევა ფინანსურ ნაწილს. პროფესიით ვარ ჟურნალისტი და მუშაობ მედია ორგანიზაციაში, ესეც ავსახე აპლიკაციაში და ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ გრაფაში მოვნიშნე, რომ ვარ მედიის წარმომადგენელი და მიმაჩნია, რომ ესეც დამეხმარა ვიზის აღებაში. ჩემი შემთხვევა არ არის სტანდარტული, ვიზა შედარებით მარტივად მივიღე დაახლოებით 1 კვირაში, რადგან მიზანი იყო სასწავლებლად წასვლა. ამიტომ ვინც ტურისტულად აპირებთ გამგზავრებას, განსაკუთრებით იმ ადამიანებს გირჩევთ, რომ დიდი ყურადღება მიაქციოთ ფინანსურ ნაწილს. თანხა არ უნდა გაჩნდეს ანგარიშზე 1 დღეში. სჯობს დაგროვება დაიწყოთ რამდენიმე თვით ადრე და ფულის წარმომავლობა ლოგიკურად ემთხვეოდეს თქვენს შემოსავალს. ამასთან დაკავშირებით არ უნდა გაჩნდეს დამატებითი შეკითხვები. აპლიკაციაში ასევე უთითებთ მოგზაურობის გეგმას, სად მიდიხართ, კონკრეტულად რას აპირებთ. თუ ინსტრუქციას ყურადღებით გაეცნობით, აპლიკაციის შევსება საერთოდ არ არის რთული და მითია, რომ ძალიან რთულია ამერიკის ვიზის ან ინგლისის ვიზის სააპლიკაციო ფორმის შევსება. თავარი არის, რომ არ მოიტყუოთ. ყველა დოკუმენტი იტვირთება ონლაინ, იხდით მოსაკრებელს და ნიშნავთ შეხვედრას სავიზო მომსახურების ცენტრში. საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალს ნახავთ სავიზო აპლიკაციის ინსტრუქციაში, რომელსაც გირჩევთ, რომ ძალიან ყურადღებით გაეცნოთ. ვიზის მოსაკრებელში მე გადავიხადე დაახლოებით 600 ლარი, ახლა ზუსტად არ ვიცი რა ღირს შეიძლება თანხა ოდნავ შეცვლილი იყოს. საცხოვრებელი დაჯავშნილი მქონდა წინასწარ, ბილეთების ყიდვა კი ვიზის მიღებამდე საჭირო არ იყო. არ ვიცი რამდენად დაგეხმარათ ეს ინფორმაცია, მაგრამ თუ კითხვები გაქვთ და შემიძლია რომ გიპასუხოთ, მომწერეთ. თუ გაინტერესებთ, ასევე შემიძლია მოვამზადო ვიდეო, რა დაგიჯდებათ 1 კვირიანი მოგზაურობა და როგორ უნდა მოემზადოთ ზოგადად ინგლისში გასამგზავრებლად.